დუმინის სისხლია. ჩვენ ჩუმად არ ვიქნებით. ყველა ირანელები, ყველა ქვეყნები საერთოსთან ვართ, იმიტომ ჩვენ მათი ხმა ვართ. ირან ისლამური ქვეყანა არის თუ არ არის? თუ არის, რატო ჩუმად ხარ? და ხვალ ისტორია და მახსოვრება ვინ იქნებოდა, ვინ არა. გაითიშა ინტერნეტი. ინტერნეტის გარეშე და გარეს სოფლიოსთან ყოველგვარი კავშირი გარეშე ყველაფერი შეუძლია ის რადიკალური ისლამური რეჟიმი აკეთებს. ირანელები ახლა მართვარიან, ყველა დახმარება უნდა საქართველოს მთელი სოფლიო. და ახლა 57 ქვეყანა ისლამური ქვეყანა არის მთელი სოფლიო. ყველა ჩუმად არიან. მალტო ხუთშაბათი და ფარასკევი 12000 ხალხი მოკლა. რეპრესია ძალიან ძლიერია. არავინ არ შეუძლია რომ ხმა ამოიღო. ხვალ, როცა თავისუფალი იქნება, როცა ინტერნეტი იქნება, უნდა გავიგოთ მართლა რა ხდებოდა. ახლა 12000 ორ დღეში მოკლა. 1-0 თუ დაამატე 120,000 შეიძლება. ეს რადიკალური ისლამური რეჟიმი ყველაფერი შეუძლია რომ აკეთებს. არაფერი არ ეშინია, მართობად.